ლამზირა ყორჩიშვილი. სად მუშაობდით კაპიტან ლამზირა? სკოლის სასწავლებლის გამგებდა დაწყებითი კლასების მასწავლებლად. რომელ სკოლაში? ჩერნოვცში. გაგეთავისუფლეს ხო იქიდან როგორც ვიცი? რატო? არ ვიცი, უაზროდ. სასწავლო ნაწილის გამგიდანაც გაგეთავისუფლეს ბატონო? ორივე. და ამიტომ მე გაასაჩივრეთ ეს რამე. დიახ, პრეზიდენტის აპარატში მქონდა წერილი შეტანილი. და მინდოდა პრეზიდენტის ნახვა. გავიგე რომ მელანის სკოლა. იხსნებოდა პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო გადავწყვიტე რომ ხო. მივალ პრეზიდენტთან და სიმართლეს ვეთყვი თქო. ხო. მაგრამ იქ როგორ შემნიშნეს რომ მე იქ ვიყავი ხალხში ვიდექი და გავადრიეს ესე ხალხი და ვინ გამოგათრიათ? ერთი პიროვნება მოვიდა და მიბრძანა სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო. რას ვაშავებ თქო მოკრძალებით უთხარი მე გაგათრევთ აქედან და ამ სიტყვის თქმა და ორი ბიჭის დაცემა ერთი იყო და ესე გამიყვანეს. გაგიტაცეს ესე იგი? გაგიტაცეს დრევით. დიდი ხანი გათრიეს? ბატონო. რამანძილი გათრიეს? ალბათ 1.500 მეტრი მათრიეს. ხელები ჩავლებული და მიწაზე გათრევდნენ? კი, ხელჩაკიდული მანქანა მისვენდათ. მიწაზე გათრევდნენ? მიწაზე მათრევდნენ. მერე მანქანა მოვიდა, არ ვჯდებოდი მანქანაში და შემტენეს იმ მანქანაში. რა მანქანა იყო? დაწყნარდით. მერცედესფერი მანქანა იყო. ესე დაუფიქსირებიათ 020 გონი. ჯიო თუ რაღაცა. ესე 020. თვითონ ის პირები ვინც გაგიტაცეს ვერ იცანით? არა, ჩემთვის უცნობები იყვნენ. ჩემთვის უცნობები იყვნენ. მე ხო ეწებოდი დამანებეთ თავი, არ მინდა პრეზიდენტის ნახვა, სხვაგან შევხვდები გამანებეთ თავი თქო. მაგრამ ჭოჭეში მიიყვანეს რომ თავი მირტყეს იმაზე. მინაზე მანქანის მინა ერთმანეთს ეუბნებოდნენ ჩავაგდოთ მანქანაშიო და მეუბნებოდი არ მინდა მეთქი თქვენი მანქანა სულ არ მინდა პრეზიდენტთან შეხვედრა სხვაგან უნახავ სხვა გზით უნახავ ოღონდ თავი დამანებეთ თქო და ძალით ფეხით ხელით შემტენეს მანქანაში შემაგდეს რომ იტყვი შემათრიეს სულ თავი მარტყმევიდეს მანქანის მინაზე ისე დღეში ჩავაგდეს. მანქანიდან ხდებოდი მე. ის დამიკეტეს კარები მეოთხარი სიცოცხლე შემთვის აზრი აღარ აქვს თქო რად მინდა სიცოცხლე ამ უსამართლობაში სიმართლეს ვერ პოულობ მერსა და თავი უნდა მოვიკლა თქო და მერე მანქანის გარი დამიკეტეს. გონი დავკარგე. ვეღარაფერი ვეღარ გავიგე მერე და როგორ აღმოჩნდი კაჭრეთის საავადმყოფოში ისიც არ ვიცი. მე საავადმყოფოში რომ მიხვედით რა მოხდა? საავადმყოფოში ამათ უთქვათ რომ გზაზე დაგდებული ვიპოვეთო. ამათ მართლა გონებიათ რომ ქუჩაში ნახესო. ქუჩაში დაგდებული ნახესო და მერე როცა გამოვედი მდგომარეობიდან უკვე პასპორტები არ გამოუჩინეს ექიმებს აქაურები არა ვართო ჩვენო. შეგვეცოდა ქრისტიანები ვართო და მოვიყვანეთო. ხო და მერე როცა უკვე მდგომარეობიდან გამოვედი მე და მაშინ მკითხეს აბა რა დაგემართაო და მაშინ ვაღიარე მე რომ ხალხიდან გამათრიეს მაგის ყურის თქმა როგორ შეიძლება რომ მთელი ამდენი ხალხი მიყურებდა როგორ მათრიეს არავინ არ მოგეხმარათ? არა ვინ მომეხმარებოდა იციან რანიც არიან მერე მოვიდნენ და ბოდიშებს მიხდიდნენ რომ გვაპატი უძლურები ვიყავით რომ ვერ მოგეხმარეთ იყურებდით რომ არაფერს ვერ ამოიცნობთ იმ ადამიანებს ვინც გაგიტაცათ? კი ამოვიცნობ აუცილებლად ამოვიცნობ მანქანასაც ვიცნობ გამოძიება დაიწყო თუ არა? გამოძიებელი მოვიდა მეუბნები გამოიგზავნა ჩავლიაშვილი ხათუნა კაჭრეთის გამომძიებელი თუ მანქანა მიპოვე თუ მეუთხარი როგორ ისა ნომერის სახეზია და მანქანა ვერ უნდა იპოვოთ და მძღოლი ვერ უნდა იპოვოთ ვინ იყო მეთქი
ხოდა თუ ვიპოვეთო, ნახოთ ესეთი იმედი მომცა. აბა ისიც არ მოგყავთ თქო ექსპერტი. ექსპერტის მოსვლა თურმე არ შეიძლება თუ პოლიციამ არ გამოიძახა. ექსპერტსო როცა უფროსი გადაწყვეტს, მაშინ მოვიყვანთო, როცა იარები გამივლის, მაშინ უნდა მოიყვანოთ თქო და გუშინაც დაურეკე, სადაც ყავთ ექსპერტი თქო და არ დღემდე არ მოუყვანიათ ექსპერტი. დღემდე. გურჯაანის ავადმყოფოში ნევროპათოლოგმა გამსინჯა და დავიდგინა ტვინის შერყევა. მირჩია ავადმყოფოში დარჩენა. რომ დავაკვირდეთ მოვლენებსო და თუ ეს მოვლენები არ შეიცვლება, არ გართულდება, ნეიროქირურგიულ ინსტიტუტში გადაგიყვანთო, გამოვიძახებთ თბილისიდან რეანიმობილსო. არ დავეთანხმე მე. და რო ნახეს რომ სერიოზული მდგომარეობა იყო, დაგვაწერინეს და ხელი მოგვაწერინეს, რომ სურვილით წამოვედი ავადმყოფოდან, ჩვენ პასუხს არ ვაგებთო. მიმართეთ ვინმეს, ან გამგებელს, ან გუბერნატორს, ან ვინმეს დავუკავშირდით? გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი ხომ თქვენი თანასოფლელია, ხომ არ მიგიმართავთ? არ მიმართავს გიორგი ღვინიაშვილისთვის, მე გამომძიებას უკითხე. იცის გუბერნატორმა ეს ამბავი თქო და გაჩუმდა, არაფერი არ მიპასუხა და ჩავთვალე რომ ალბათ იცის თქო. ჩემი შვილი ვნახეშვილი რომ საღამოთი, ესე იგი იყო 5 საათი რომ კაჭეჭიდან მოიყვანეს. მოიყვანეს არ მითხრეს, მე არაფერი არც გამაგებინეს. მე წაიყვანეს გურჯაანში. გურჯაანში რომ მოვიდნენ მაშინ მითხრეს და მოუხდეს ბაბა. რომ თუნდაც მე საღირა დამაყენებდა და როგორ მოვიტმენდი ამას. რო არაფერი დააშავო. მითხარ წავდი არ გინდა აქ მოვალ. ეს როგორ შეიძლება ესეთი რამე. მას ესეთი უპატრონობა, ესეთი უპატრონო თოფელი არ მილაღავ რა ვიცი. ეს უბედო. პრეზიდენტთან მაქვს უამრავი დეპეშები გაგზავნილი. ევროპა მინდა. ხალხური ლამზირა შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში იყო. არა ცნობიერება არ იყო, მოგითხარ ესე იგი, დაკავშირება ჭირდა, ადეკვატური არ იყო, კონტაქტში არ შემოდიოდა ინტერის ფონზე, კრუნჩხების განვითარდა. მაგრამ მალევე მოიხსნა დიაზეპამით და იყო კი სუნთქვის უკმარისობა, გუშინი ქონდა. ვინ შემოიყვანა აქ? მანქანამ შემოიყვანა, მგზავრები ვართ და გზაში ვინახეთ და მოიყვანეს და წავიდნენ ისინი. და ვინ არიან ისინი, არ იცით? არა, რა თქმა უნდა, არ ვიცი მე. ნომერიც არ გახსოვთ? არა.